ლაგოდეხის ნაკრძალის 101 წლის თავისადმი მიძღვნილი ველოტური მოეწყო კახეთში. სტარტი ველოსიპედისტებმა ილიას ტბიდან აიღეს, ტური კი ლაგოდეხის ნაკრძალში დასრულდა. მარიამ გაფრინდაშვილი მოგითხრობთ. ასპარეზობა, ჯილდოსა და საპრიზო ადგილების გარეშე მთავარი მოტივი კი ჯანმრთელი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია. ლაგოდეხის ნაკრძალის დაარსებიდან 101 წლის თავზე ველოსიპედისტებმა ყვარლის ტბიდან ნაკრძალამდე 55 კილომეტრიანი მანძილი 5 საათში დაფარეს. ღონისძიება ეძღვნება ლაგოდეხის დასული ტერიტორიის 101 წლის თავს, რომელსაც აღნიშნავს დამწყება. სამწუხაროდ გასულ წელს ვერ მოვახერხეთ 100 წლის თავის აღნიშვნა. გარდა იმისა, რომ ხალხმა უნდა იცოდეს თუ რა მნიშვნელობა აქვს ლაგოდეხის დასულ ტერიტორიას ჩვენი ქვეყნისთვის, ასევე მნიშვნელოვანია ჩვენთვის წავახალისოს ცხოვრების ჯანმრთელი წესი. ტური პრინციპში ძალიან რთული არ იყო, საშუალო სირთულის იყო, ართულებდა პირობას, რომ საკმაოდ მზიანი და ცხელი ამინდი გამოდგა. გამართული ველოსიპედი და ბუნების სიყვარული, ამ პირობით 40 ველომოყვარული ლაგოდეხის საიუბილეო თარიღისადმი მიძღვნილ მარათონში ჩაება. ქართველი ველოსიპედისტების გარდა ტურში მონაწილეობას უცხოელი სპორტსმენებიც იღებდნენ. დასული ტერიტორიების სააგენტოს მიერ ორგანიზებული პროექტის ფარგლებში ღონისძიებები კახეთში უკვე მეორე დღეა გრძელდება. რეგიონში ამ დროის განმავლობაში მარათონის გარდა არაერთი ეკოაქტივობა ჩატარდა. ჯანმრთელი ცხოვრების წესისთვის ველოსიპედი რა თქმა უნდა ძალიან საინტერესო თემა არის და საქართველოში ნაკლებად პოპულარული არის და ეს აქცია და ეს ივენტი ალბათ ხელშეუწყობს რამის პოპულარიზაციას. თუნდაც ამ მხარეში რა კახეთში არ იყო რთული გზა, უბრალოდ ტემპერატურა მას შეგვიწო ხელი და ასე ტემპერატურაზე რთული ასეთ დისტანციების გავლა. შემდეგი მარათონი უკვე თუშეთში აიღებს სტარტს. კახეთში პირველად ვარ და მინდა გითხრათ, მოხიბლული ვარ აქაური ხალხით. რაც შეეხება ველოტურს, ვფიქრობ, კარგია რომ ჯანსაღი ცხოვრების წესი საქართველოში ასეთი აქტუალურია. სიმართლე გითხრათ, მარათონი დამღლელი აღმოჩნდა, მიუხედავად ამისა, მომავალში სიამოვნებით ჩავერთვები მსგავს აქციებში. ამ დამღლელ მრავალფეროვან ეკოაქციებს შემოდგომაზე გრანდიოზული საიუბილეო ღონისძიება დაასრულებს. უცნობია ღონისძიების ზუსტი დრო და ადგილი, თუმცა ცნობილია, რომ დასკვნით საღამოს მარათონების დროს გადაღებული ფოტოების გამოფენა გახსნის.